საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს გიამბობთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატორი, პოლიტპატიმარი ბატონი რამაზ ღვალაძე. მოგესალმებით ბატონო რამაზ. მადლობა რომ მობრძანით ჩვენთან სტუდიაში. მადლობა მოწვევით. ჩვენ დღეს გვექნება თემები და მნიშვნელოვანი საკითხები იმასთან დაკავშირებით თუ რა პოლიტიკური მდგომარეობა არის საქართველოში, ამავდროულად განვიხილავთ და მოვიხილავთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, საომარ მოქმედებები, რომელიც უკვე მიმდინარეობს მესამე წელია და ჩვენ შევეხებით ყველა ამ მტკივნეულ საკითხს, რომელიც არის არათუ მარტო უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი საზოგადოებისთვის, საქართველოსთვის. ეხლა ჩვენ კარგად ვიცით და კარგად მოგვეხსენება და ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ, როდესაც რუსეთმა დაიწყოს უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია, თუ რა მდგომარეობა იყო ჩვენთან საქართველოში და როგორ, ესე იგი, მთელი თითქოს და მთელი აი ის სექტანტური დაჯგუფებები გაერთიანდნენ და მთელ საქართველოს მოედო რა, ეს უკრაინული ის დროშები, ეს სლავა უკრაინა და მეტი არაფერი არ ახსოვდა. დღე და ღამე ამას ყვიროდნენ. დღე და ღამე. მოკლედ ექსპერტები გამოდიოდნენ და ბატონო რამაზდათ უკვე კრემლში იყვნენ ჩასული და ისა პუტინის კაბინეტში იჯდნენ. და ომი მოგებული ქონდათ უკვე. ისე შეფასებებს აკეთებდნენ და ისე რომ დაждდებოდნენ აი ესე ტელეკამერების წინაშე და დაიწყებდნენ მოკლედ ან სამხედრო იმას ზენაზე საუბარს და რუკასად რომ მივიდოდნენ და გადაჯგუფებებს გააკეთებდნენ, ძალთა გადაჯგუფებებს მოსკოვში იყო შესულები. ხო და ომი მოგებული ქონდათ. ახლა მე ვეკითხები იმათ, აი ამ ჭინკებს და მართლა ავამტყოფებს, სულით ავამტყოფებს და კიდევ იმ სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებიც უკვე გაქრნენ, აღარ არიან, უკვე აღარ არიან ტელეეკრანების წინაშე, გაქრნენ. და ის სლავა უკრაინჩიკებს კიდევ რომლებიც მოკლედ მოდებული იყო თელ თბილისში და თელ საქართველოში. სად ახართ ახლა გამოჩით? რატომ არაფერს არ ამბობთ? ახლა რატომ არ აკეთებთ ერთ შეფასებას მაინც რა მდგომარეობაა უკრაინაში? სიმართლეს ატო არ ეუნებით საზოგადოებას. მაგრამ თქვენ იმიტომ იყავით ამ დემაგოგიით დაკავებული მაშინ იმ დროს. იმიტომ იყავით რომ პირდაპირ დავალება ქონდა თქვენ იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოში უნდა დაეწყოთ არეულობა და გაეხსნათ მეორე ფრონტი. ეს პირდაპირ უშუალოდ დავალება ქონდა თქვენ და ამიტომ ამის საფუძველზე თქვენ აკეთებით ანალიზს და ამის საფუძველზე ქმნით ისეთ ილუზიებს და ისეთ იმას ქმნით სიტუაციას ქვეყანაში რომ გინდოდათ საქართველოს მოსახლეობა დაგეჯერებიათ თუ კი ჩვენ ესე იგი აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით დავიწყებთ სამხედრო ოპერაციებს თქოს ამ მომენტს მოვიგებით. აი ამით იყავით თქვენ დატვირთულები და ამით იყავით თქვენ დაკავებულები, თქვენ მოღალატეებო და თქვენ მტრებო საქართველოს მტრებო. ბატონო რამაზ, ეხლა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა მდგომარეობაა უკრაინაში და რა სად მიიყვანეს უკრაინა და რა დღეში ჩააგდეს თვითონ როგორც უკრაინის მაცხოვრებლები, ასე მთელი უკრაინა, ხო? აი ახლა დღევანდელი გადასახადიდან დღევანდელი აი ესეთი შეფასებებიდან გამომდინარე უთხრათ საზოგადოებას და სიმართლე უთხრათ ხალხს რომ რა შეიძლება კიდევ და როგორ შეიძლება კიდევ განვითარდეს უკრაინაში მოვლენები. უკრაინას უკვე აღარაფერი აღარ ეშველება, საერთოდ თუ დარჩა ეგეთი ქვეყანა თუ იარსება, რასაც უკრაინა ქვია, მაგაშიც კი ეჭვმეპარება ამ ბოლო ხანებში ისე განვითარდა სიტუაცია. ჩვენ ნუ ახლა ეს ტრამპი რაც მოვიდა ბოლო ძალიან ბევრ რაღაცას ნათელი მოეფინა, ხო? და პირველ რიგში იმას მოეფინა ნათელი, რომ ტრამპი ახლა პენტაგონში იწყებს გამოძიებას და ინსპექცირებას. ხო, და ნუ მაგას ინსპექტირებაც არ ქვია, მაგას ქვია პირდაპირ ბრალი დასდო, რომ უამრავი მილიარდია შეჭმული და უნდა ნახოს ვის ჯიბეებში წავიდა. ანუ გამოძიებას იწყებს ფაქტობრივად. ხო და ეს პენტაგონის გამოძიება, რა თქმა უნდა, ეხება უკრაინასთან მიბმული კი არ არის, პირდაპირ უკრაინას ეხება. ასე რომ მაქედან კიდე უამრავი რაღაცა გამოჩნდება, მაგრამ თავარი რაც არის, ის არის რომ უკრაინა როგორც ესეთი მოსახლეობას მოუწყეს გენოციდი, ჩვეულებრივი გენოციდი და ახალგაზრდა კაცები, ვინც უნდა გამრავლდეს და ერი გამრავლოს მილიონზე მეტი, აგერ უკვე ადგილიც აღარ აქვს სად დაასაფლავო. ეს პირველ რიგში და მეორე რიგში თუ ვინმე გაასწრო და გავიდა, კიდე ხო გაასწრო და გავიდა ქვეყნიდან, მაგრამ ეხლა მიდის ქუჩაში პირდაპირ აი ესე იჭერენ, ხო, მაგ ხო ფაქტია ხედავთ, ხო? და მიყავთ პირდაპირ წინა ხაზზე რა. ანუ ვინც დარჩა იმან რო თქვა
აი თქვა სენატორმა ერთმა ამერიკელმა რომ ბოლო უკრაინელამდე უნდა ვიომოთოს. ჩვენო აი ზუსტად მაგას ვსრულებენ ამ საწყავ უკვე გასაცოდავებულ უკრაინელებს. მაგრამ ეს უკვე ხდება რატო იცი მე ჩემი ხედვა მაქვს მაგასთან დაკავშირებით ის რომ აი ამდენი წლებია მუშაობენ ჯერ მოკლეს ყველაზე მთავარი უკრაინელ ერში რწმენა მოკლეს რა რწმენა გაყვეს ეკლესია მოიყვანეს ვიღაცა მაგები და ვიღაცა ბუდისტები თუ ვიღაცები მოიყვანეს და სექტანტური ისინი შემოიყვანეს ჩვეულებრივი სექტა დაიქვეს რომ აი ეს არის უკრაინული ეკლესია და ნამდვილი ეკლესია დაიჭირეს ის დაჭერილი ყავთ ის ეპისკოპოსები და ეპისკოპოსები და მღვდლები აი და კიევო-პეჩორის ლავრა გადააქციეს რაღაცა იმათ რესტორნებად და რაღაცა უბედურება ხამის კლუბები და ესენი მაგი აი გიტლერიც რო შევიდა ხო კიევო-პეჩორის ლავრაში ეგ ისტორიული ფაქტია ხო რუსი ფაშისტების გენერალს უნდოდა რომ იქ გამოესუფთავებინა რაღაცა და ნუ რო შევიდა და ამდენი სარკოფაგები ნახა წმინდანების სარკოფაგები ხო იქ რაღაცა ეთყობა კიდე სხვა რამეც ნახა რომ გამოვიდა და დახურა არც შეხებია ესენი შეეხნენ თვითონ თავისი მოსახლეობა უკრაინელები შეეხნენ და გააუბედურეს იქაურობა როგორც კი სულიერება მოკლეს მე უკვე ადვილი იყო რა ის რაღაცა ჩაანაცვლეს ისტორია ვითომ ეს სტეპან ბანდერა იყო ვაუ ეროვნული გმირი რა ვიღაცა ბანდიტი კი არა ავამტყოფი სადისტი მესაჯდომე სადისტი ეს ხო ნუ ისტორიული ლიბერალი ფაშისტი რომლებმაც ფაშისტების მხარე დაიჭირა და თავისი მოსახლეობა მთელი სოფლები შეყრიდა ეკლესიაში და წვავდა ხო ნუ ეხლა მეტი რაღა უნდა გაგიკეთოს შენმა ერმა შენი ერის შვილმა ხო აი მაქედან გამომდინარე უკვე იმაში ეს მაგათი მასხარა პრეზიდენტი კანადაში რო იყო ჩასული იქ ვიღაცა გადარჩენილი ფაშისტმა ესე მიესალმა ხო ეხლა ეს ფაქტია ჩვენ ხო ყველა ხედავთ ამას რა აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ შანსი გადარჩენის უკრაინელებს ისედაც დასაწყისშივე არ ქონდა აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე მაგრამ იმდენად მაგრად იმუშავეს ამ ამერიკულმა პროპაგანდამ დასავლურმა პროპაგანდამ ეს ახალგაზრდა 10 წელიწადში ისე მოწამლეს ახალგაზრდა თაობა მოუწამლეს მარტო ახალგაზრდა არა რომ აი წარმოგიდგენიათ რა გააკეთეს თუ დაანადგურეს უდიდრესი ქვეყანა ყველაფერი უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანა ყველა რომელსაც ყველაფერი თავისი ქონდა რა ფაქტობრივად განადგურებულია ქვეყანა ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ უკვე ფაქტი ფაქტად ჩანს ქალაქები არის 1 მეტრაზე მაღალი შენობა აღარ არის დარჩენილი ყველაფერი დანგრეულია მარტო ის რა დღის რომ უკრაინელების ბედზე ლაპარაკობენ აბსოლუტურად სულ ყველა ეს გერმანელები ფრანგები ამერიკელები და თვითონ უკრაინელებს არავინ აღარ ელაპარაკე აღარც თulis არც ეკითხებიან ეხლა ერთი მხრივ მართალიც არის იმიტომ რომ როგორც კი ტრამპმა იქ რაღაცა ბრეკაობა დაიწყო რომ აი ჩვენ ეხლა იმას რა ქვია გავაჩერებთ ომს და რამე ჯერ ვინ გეკითხება შენ რა მაგრამ კარგი ნუ ჩვენ გავაჩერებთ ომს შვიდობის ყოფილი ტრამპი ჯერ არ მოსულა და ყველას ომი გამოუცხადა და ეხლა თურმე უკრაინაში გააჩერებს და ეს შვიდობის ყოფილმა ტრამპმა როგორც კი დაიწყო ამაზე ლაპარაკი ეგრევე დასცინეს რუსები მაგრამ ლავროვიდან დაწყებული სულ ყველამ დასცინა რომ რანაირად აპიოს ახლა ამის გაჩერებას უჩვენოთ რომ რანაირად აპიოს და ჩვენ ამათ არ ველაპარაკებითო იმიტომ რომ ეს არიან არალეგიტიმური მთავრობა კი ბატონო ბოლო ამერიკელებმაც აღიარეს ტრამპმაც და რუბიომაც რომ ესენი არალეგიტიმურები არიან და გამოყოს რაღაცა კომისია რომ სასწრაფოდ ჩაატარონ რაღაცა არჩევნები რომ ვიღაცას დაელაპარაკო ამ სიტუაციაში ჩათვალე რომ დღევანდელი გენერლობა პრეზიდენტი სულ ყველა მარტო არალეგიტიმური კი არა უკანონო თითოეულები ამგენს რას უზავენ ამათ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრისთვის რაც უქნეს ქვეყანას თვითონ თავისიანები
ხო, ვიღაცამ ხო უნდა ეს ომი არ ჩერდება ჯერ ერთი რა. მეორე რაც ყველაზე მთავარია ტრამპმა პირდაპირ დაიწყო ხო მაგაზე ამდენი ფული ჩავდეთ უკვე წავიდა ეს ფული რა ხო და პირდაპირ დაიწყო უკვე ამ თავის გამორცლება რომ ჩემთანო კაცო ვაფშე არ ჩამოსულა ეგ ფული 30%. ეს გამოვიდა ხო სიმართლეა. ვიგაპატეს მაგზელესკი გახევენ შუაზე თავის ოჯახია მაგრამ უკვე ხო დაიწყო რაღაცა ის მატაობა ხო აუ ზელენსკი დაყავდათ ყველგან და რაღაცა პარლამენტებში და იმაში გამოდიოდა და აუ რაღაც სამხედრო ფორმით და რაღაცა იშმაკის იმითი რა ქვია რაღაც სამკაპით და რაღაცა თელი იმაში იყო მე ყველაზე მაგრამ მე გამიკვირდა ქართველების რომლებიც თან აი ჩვენი ასაკის ხალხის რა რომ დაიწყო ეს ომი რაღაცა კითხვები წამოვიდა და მე სერიოზულად მეკითხებოდი რომ აი ჩვენი ასაკის ხალხი რომ შენ როგორ ფიქრობ რა რუსები მოუგებენ თუ უკრაინელები აი მაგ კითხვას რომ დასვა უკვე ან გადახდილი გაქვს შენ ან ჩვეულებრივი შტერი ხარ არ გესმის აბსოლუტურად არანაირი არა ვერ აღიქვა სიტუაცია როგორ საბჭოთა კავშირის დროს დაბადებულ გაზრდილ კაცს რა არიცი რომ რუსებს მთელი უკრაინა კი არა მთელი აბსოლუტურად მთელი ნატოს წევრი ქვეყნები ვერ დაუპირისპირდებიან ჩვეულებრივი მომენტი რა ფაქტის სახეზია ვერაფერს ფაქტის სახეზია ხო მაგრამ ამას რომ მეკითხები ესე იგი ან პროპაგანდისტთან ხარ აკაურით ან ვინმესი კი არა ნაცების კი არა ქოცების პროპაგანდით საზრდოობდნენ ესენიც ქოცები და ნაცები ერთი და იგივეს ლაპარაკობდნენ სანამ იმ უკრაინელმა ვიღაცა ვიგინდა არა მასხარათა ჯგრომ არ დაახურა თავზე ამ თავრობას რა კი სანამ არ დაახურა თავზე რა ისეთი რაღაცები გვაკადრეს მეტი რაღა უნდა გოჯარეკო გამოდიოდა და ესე იგი თავიდან ბოლომდე აი პირდაპირ თავზე ლაფს გვასხამდა ხო დღესაც იგივე საკეთებს ხო და მე ფიქრობ რომ არანაირ დანდობა არ უნდა გქონდეს ჩვენ რა აი ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან უკრაინის და ყველაფერი გახსნილად უნდა ვთქვათ რომ ესენი არიან ის ხალხი რომლებიც პირდაპირ ემტერებოდნენ ჩვენ ქვეყანას ემტერებოდნენ ჩვენ მომავალს და აი ეს კიდე ქუჩაში რო იდგნენ და ომი აბა ქუჩაში გამოვარდნენ წარმოგიდგენია და თქვენს რომ აუ უკრაინელები რა ვაშკაცი ხალხია საქართველოს სამი ომი გადაიტანა ამ ბოლო წლებში რა ომები გადაიტანა წარმოგიდგენია რა დღეში ჩავხარეს ხო ხედავდი რა დღეში ჩავხარეს რა ესენი რუსეთი შენო ვისახარო რას ქვია ომს არ იწყებს შიშარა ხარო გაიგე ჩვენ დაჩვევო გაიგე რას ვშობოდნენ აუ ბიჭო აი იცი როგორი თება არის რომ მე უკვე ლაპარაკიც კი მიჭირდა აი ამ საზოგადოებასთან იმიტომ რომ პატარებთან თული იმიტომ რომ იმათ ტვინში ქონდა ჩადერგული ეს ჩანერგილი ჩალექილი ქონდა ტვინში ეს სიმახინჯე რასაც მაგენი გადაგებდნენ უსერიოზულესი სიმახინჯე მიდგნენ მე ეკლესიას რომ აი ეკლესია არის იქ რომ რუსებთან შეკრულიო და აგერო ის ჩვენ ეგეთი მართლმადიდებლები არ ვართ ისეთი რაღაცეები დაიწყო აქ მოძრაობა ისეთი მოძრაობა დაიწყო რომ ჩვენ გავიარეთ ბეწვის ხიდზე. კი, გეთანხმებით, მართალი ბრძანდებით. ნახეთ ახლა თქვენ ეკლესიას შეეხეთ და გააგზელეთ შემდგენ საუბარი ეკლესიას შეეხეთ და ნუ ახლა როდესაც უკრაინაში დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მომზადება იმისათვის რომ მთლიანად თავიდან ბოლომდე უკრაინა ემართა თავის ჭკუაზე და უკრაინაში თავისი გავლენები ყოფილიყო, ამიტომ იყო ჯერ მან თავიდან დაიწყო რა იდეოლოგია დაიწყო, იდეოლოგია თავის ბინძური იდეოლოგიის მოხვევა უკრაინელ მოსახლეობაზე და დაეტაკა პირდაპირ ეკლესიას, მართლმადიდებლობას დაეტაკა პირდაპირ. და დაიწყო ეკლესიების წმენდა თავის შორის. წმენდა დაიწყო, გლების დაპატიმრებები, ეპისკოპოსების დაპატიმრებები, დაკეტვები ეკლესიის, დანგრევები, აფეთქებები და მათ შორის სექტანტური რიტუალების ჩატარება და რაღაც საშინელებები, რომ თავიდან ბოლომდე ეს მართლმადიდებლობა უკრაინაში აღეკვეთა.
და თავისი სატანისტური რაღაც გარკვეული ჯგუფები შემოუშვა უკვე. ეს დაფინანსებული ჯგუფები იყო და მათ შორის ახლა მე ხო უჩვენოთ ტელემაყურებლებს რა სატანისტურ რიტუალებს ატარებენ უკრაინელები დღესაც და როგორ დღეს მიდგომა აქვს დღეს უკრაინელებს იმ სატანისტური ორგანიზაციის წევრებს მართლმადიდებლობასთან. აი უჩვენოთ კადრები გთხოვთ. Украина! Шея! Поверніть Україні ядерну бомбу! Україна! Це ми! Це ми! Що раз нічого! Україна! Україна вперед! Ядерну бомбу! Ядерну бомбу! Ядерну бомбу! Україна! Це ми! За повернення ядерного статусу! აი ბატონო რამაზ ნახეთ როგორი მიდგომა არის ეს მასიურადაა თელ უკრაინაში და ეს არ არის შემთხვევით რა ნამუშევარი აქვს რატონეზე ნამუშევარი აქვს ამერიკელებს რომ აი ესეთი რაღაც სიმახინჯეები გააკეთონ იმიტომ რომ ვერ გაიტანდნენ არ შეიძლება რომ აი ეს ბიძაშვილიერი ერთმანეთ წაკიდოთ თუ სულიერება არ გამოაცალე ეს პირველ რიგში სულიერება გამოაცალეს იმიტომ რომ ხო ჩვენ ხო ვიცით რომ დღეს ახლა გენეტიკა და მედიცინა ისე შორს არის წასული გენეტიკური ანალიზი რო გაუკეთო უკრაინას და რუსს ერთი და იგივე მაგრამ უყურე როგორ დაატაკეს ერთმანეთს იმიტომ დაატაკეს რომ რუსებთან და უკრაინელებთან შეკრული რო ყოფილიყვნენ რომელი მთელი ევროპა კი არა მთელი მსოფლიო ვერ დაეტაკებოდა იმიტომ რომ მეომარიერია ორივე მეომარიერია უნდა ვარიაროთ ვინც დაეტაკა გენეტიკაში აქვს ეს ორივეს ყველამ ფეხი მოიტეხა იმას მოგონებებს კითხულობდი ამ იაპონელების და ამ კამიკაძეებს დიან დაბადებიდან იმიტომ რომ ერთი დღეც არ უნდა გადააცილო რა დაიბადება თუ არა ეგრევე უნდა მისცე იმ ვიღაცას თავიანთი ვიღაცებს რა გურუებს რომ გაზარდონ ეს კამიკაძეები და როგორც კი შეტაკება მოხდა რუსეთ იაპონიის აი სტალინის დროს ბოლოს რა ხო ესე იგი ეს კამიკაძეები კი არა გაგიჟებულები იყვნენ ეს იაპონელები რომ ვიღაცები ზასტალინო და ტანკს უვარდებოდნენ და თვითმფრინავს ტარანზე მიდიოდნენ გაზდილები უკვე ჩამოხალიფებულები ანუ იდეოლოგია ისეთი ქონდა საბჭოთა კავშირს და ადამიანი თავს აკლავდა თავის ქვეყანას რა არ ჭირდებოდა დაბადებიდან გაზდა იდეოლოგია იყო ყველაფერი იდეოლოგია იყო და გენეტიკურადაც მეომრები იყვნენ რა თქმა უნდა კი ბატონო ამიტომ მე სულ ვფიქრობ რომ აი პირველი რაც გააკეთეს ეს სულიერება გამოაცალეს და ამ სულიერების გამოცლის მერე ცარლიელა ფუტურო რაც დარჩა ის შეავსეთ აი ამ ნაგავით რა ეხლა ნახეთ LGBT პრაიდები ატარეს იმაში კიევში დააგანონეს ეს ყველაფერი ხო ატარეს და აუ რეები აკეთეს რა ეკლესიებში აი ჩვენ ეხლა ნახსენეთ ეკლესიებში იქ სტრიპტიზ ბარები გახსნეს ხო ეხლა ლავრა ახსენეთ თქვენ პეჩორის ლავრა ახსენეთ და ეს ხო მართლა სიწმინდეები არის კაცო იქ და თელი ეს არავინ აბსოლუტურად იმ სიწმინდეებს არავინ არ ეხება თქვენ ფაშისტური გერმანია რომ დაიპყრო უკრაინა იმათაც კი არ შეეხო ხო არ შეეხო ხო და ნახეთ ახლა პიჩორის ლავრაში აი როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა გააკეთო ახლა ეს რამოდენიმე დღის უკან მოხდა ის კონცერტი ჩაატარეს თვითონ შიგნით ტაძარში კაცო მართლმადიდებლობა რომელიც თავიდან ბოლომდე მოსპეს უკვე უკრაინაში და ამას მოსპობა ქვია იმიტომ რომ დაანგრიეთ აკეთეს ეკლესიები რელს ცემენ რა ვიცი კლავენ ყდლებს და რას არ აკეთებენ ხო და ის სიცარიელები შეავსეს ასეთი მსგავსი სატანისტური რიტუალებით ხო და აქაც სადეს ხო ხედავ ეხლა ქუჩაშიც მე სულ მიკვირდა და არ მეგონა რომ საქართველოში ესენი კიდე ესეთი დარტყმული უღმერთო და უსისხლო ადამიანები კიდე არსებობდნენ რეები ჩაატარეს რუსთაველზე ჩვენ ჯღიბაები და რა ვიცი ჩვენ მაგალითად ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით რომ არ გავედით მოსახლეობა და არ დავლეწეთ მართლაც ხვირპირი ამ ძაღლიშვილთა მოდგმას რა იმიტომ რომ აი ესენი რეებიც ჩაატარეს ჩვენ დედაქალაქის
ცენტრალურ გამზირზე, აგერ პირდაპირ ცენტრში, დედაქალაქის ცენტრში და ჩვენ ტელევიზიით უყურებდით ამას, ეს არაფრით არ შეიძლება რომ დაუშვა რა. ხო, ფაქტია რაც ჩაატარეს, ხო? და ჩვენც მე ესე მარტივად ჩაივლისმეთქი ეს ყველაფერი არ ველოდები რა, იმიტომ რომ გვაკადრეს უკვე, ყველაფერი გვაკადრეს და კიდე არჩება, ეს ყველაფერი არჩება. გრძელდება კაცო. კიდე გამოდიან და კიდე იგივე სიძახიან. აი უკრაინა თან ყველაზე ცუდი იცით რა არის, რომ აი შეიძლება ვიღაცა აი ამ ბოლოში 20 წლის ბიჭმა და ჯენზი თაობამ და იმ ბავშვებმა არ იცოდნენ მაგალითად რა, მაგრამ ვიღაცა სამხედრო ოფიცრები დგანან და თქვენი თქმის არ იყოს რაღაცას ხაზავენ, ხატავენ, ეს ნაძირალა ვირთხები ესე. ნაყიდებია სულ ყველა, ესე მტრები. ნაყიდი. საქართველოს მტრები არის. მე გეტყვი რა. იცი როგორ არის საქმე? აი ეს ყველა ვინც აი ამას აკეთებდა და აკეთებს აბსოლუტურად სულ ყველა უნდა აგებინო პასუხი. იმიტომ რომ ეს არ არის თემა რომ ვიღაცას ეს სიტყვის თავისუფლება და რაღაცა ეს ბლა 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 რა. არანაირი სიტყვის თავისუფლება ეს არ არის. ეს არის პირდაპირ მტრობა ჩემ შვილზე და შვილიშვილზე, ჩემ ქვეყანაზე, ჩემ სახლზე, ჩემზე, შენზე და ჩვენზე, ამ ქვეყანაზე მტრობა არის. იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც არ იცის და უყურებს რომ ვიღაცა ნაომარი ოფიცერი იძახის რომ აი всё ერთ კვირაში აგერ შევალ და აქედან იმას დაარწყავს და აქედან აირებს და აგერ მოსკოვში არიან ჩათვალე უკვე. ხო. რას ლაპარაკობ ბიჭო, არ აქვს ხვენია. არ აქვს ხვენა სამხედრო კაცმა, არ იცი რა რომ ბატონო რამაზ ისიც რა არის ეგ სამხედრო, ეგ მე მაგათ სამხედრობას ვერ აღვიქვამ. აი მე როგორ სამხედრო სპეციალისტი, მე ვარ სამხედრო სპეციალისტი. მე მაგ დამთავრებული სამხედრო აკადემია, მალსასწავლებლები მუშაობდი თანამდებობებზე, ჩამოყალიბებული სამხედრო. ბატალიონის მეთაური ვიყავი, ბატალიონის ბრიგადის ზავის მთელი ეს თანამდებობები გავიარე. ჩვენ ეგეთი კატეგორიის სამხედროებს ხო ფაქტურად ვერ აღვიქვამთ სამხედროებად. იმიტომ რომ სამხედრომ საერთოდ უნდა გააკეთოს სწორი შეფასება. რა არის სამხედრო? სამხედრო იცავს სამშობლოს, მის სამშობლოს, იცავს მის სამშობლოში მაცხოვრებელ ადამიანებს, ხო? და ის არის თავიდან ბოლომდე გადაფარებული, როგორც აი ღმერთივითა გადაფარებული თავის ქვეყანაზე და ის მზად არის შესწიროს თავი. თავის ქვეყნის მოვალეობა კი არ არის მარტო. ეს ვალდებულებაა. ვალდებულებაა და შინაგანი მოთხოვნა. ის სამხედროები, რომელიც და თუ ვინმე ვარ წინააღმდეგი ომის, ვარ სამხედროები წინააღმდეგი ომის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რა უბედურებაც მოაქვს ომს გამიგე. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ვიცით რა ამხელა დიდი, ესე იგი გრევები მოაქვს, ადამიანის ხრეპლი მოაქვს და ამიტომ ჯერ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ არ მევიძეს ომამდე საქმე. და ის სამხედროები, რომელიც სამხედროების აი ამას აკეთებენ და აჩქარებენ ამ პროცესებს და უნდა თუ სახელმწიფო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ესენი სამხედროები არ არიან. ესენი არიან ტერორისტული დაჯგუფებების წარმომადგენლები, რომლებსაც არანაირი სამხედრო ცხოვრება არ ესმით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი არის, რომ მიეყიდონ ვიღაც კურატორს, რომელი კურატორის მას ფულს უხდის და შეასრულოს იმ კურატორის დავალებები და ბრძანებები. ეხლა ხო გამოჩნდა ვიღაცა მამულაიშვილი თუ მამულაშვილი რო არის რომ მიყავს აქედან ხალხი და იქ ახოცინებს თუ ამდენი ხალხი ჩახოცინებს. ქვეყანა ბიჭები და ესე იგი ეს ბიჭები ვინც ნაომარი იყო, აქ უსაქმურად რო იყო და არაფერი აქ და ფულის გულისთვის წავიდა. ბანკის ვალები მაინც ვერ გავამართლებ. ხო, ვერ მე კი მაგრამ მეც ვერ ამეთქი. ეს არის ჩვეულებრივი დაქირავებული. მეც არ ვამართლებ იმას ადამიანი რომელიც მიდიხარ, ესე იგი იმისათვის რომ ადამიანის კლასში ფული აიღო, შენ ხარ დაქირავებული მკვლელი. აქ ჩვეულებრივი დაქირავებული. ეს ამას გამართლება არა აქვს. მით უმეტეს იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანაში შენ არავითარი ოფიციალური მისია არ გაგაჩნია, გაიგე? არც მისია და არც მორალური უფლება არ აქვს, რომ ჩახვიდე და იქ რაღაც ისეთ კონფლიქტში მიიღო მონაწილეობა ბიძაშვილები რო ერთმანეთს. ეხლა მე კიდევ ძალიან ცუდი მდგომარეობა არის ამ ქართულ დაჯგუფებებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ახლა ერთი კვირის უკან, ორი კვირის უკან უკვე ქართული დაჯგუფებები ერთმანეთს დაეჯახდნენ და ერთმა ქართული დაჯგუფების ხელმძღვანელმა მეორე ქართული დაჯგუფების ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოკლა. ერთი ამბებია გატეხილი. რა არის ისი გავლენის სფეროებს ვეღარ იყოფენ უკვე. აი თვითონ ეხლა ზუსტად მე ვიცი რა ხდება ახლა ეგ აი ამ ქართული დაჯგუფებების ხედა არის კონტინგენტი კატეგორია რომელიც მართლა ბრძოლობს წინა ხაზზე და არის და ძალიან მცირე ნაწილი არის ძალიან მცირე ნაწილია და ისინი კიდევაც იღუპებენ მაგრამ არის კონტინგენტი გაიგე რომელიც არის ამოფარებული ამ უკრაინის ომს პოლიციური სისტემას ხო ამ უკრაინის იმ აი ვანო ნადირაძის თამადობით ეს დიშლა რო არის გაიგე ბახმუტელი ვანო აი ესეთი ტიპაჟები არიან იქ ესმის რაშიას ვითომ რომ ომობენ სახეზე წაისვებენ რაღაც ემ შავ საღებავებს
იმას და გამოდიეთ და სელფაობენ და რა ვიცი, TikTok-ერებო და რას არაკეთებენ, ხო? და ეს კონტინგენტები, ხო? ეს TikTok-ერები და ეს სელფავშიკები, ხო? უკვე იქ ერთმანეთს დაეტაკნენ, გასმის, იმიტომ რომ რაღაცები ვერ გაიყვეს. თვითონ უკრაინაში, ხა თვითონ უკრაინელ მოსახლეობასაც მიუღებელი არის ეს ქართული დაჯგუფებები უკრაინაში. იმიტომ რომ ზღვარს გადავიდნენ უკვე, ზღვარს გადავიდნენ, ხო? ეხლა მეცას გეტყვით კიდევ ის რომ ეხლა დაუშვათ თავიდან რომ აი არიქა და საქართველები გვეხმარებიან და ქართველები გვეჩიდნენ და იყო რაღაც განწყობა ხო დადებითი რაღაც ეხლა უკვე ქართველები ძანახვაც არ უნდათ იქ და ეხლა უკვე რას აკეთებენ ახლა კიდევ ამ ხელა უზარმაზარ პროვოკაციებს აკეთებენ თვითონ ეხლა ეს ახლა სად მოიხარშა ვის თავში მოიხარშა ისევე ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების თავში მოიხარშა როდესაც კურსკის ოპერაცია ჩაატარეს პირველი ააფრინეს ქართული დროშა უკრაინის მხრიდან ქართული დროშა ხო ეხლა კიდევ როდესაც კურსკში რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფები ატარებენ სამხედრო ოპერაციას და გაათავისუფლეს გარკვეული მიმართულებები, სოფლები და ისეთი ოლქები, ხო? ერთ-ერთ სახლში იპოვეს ქართული დროშები კიდევ. ეს ხო სპეციალურადაა გაკეთებული იმის ხო? სპეციალურად გაკეთებული. ყველაფერს აკეთებენ რომ აი დაძაბონ ქართულ-რუსული ურთიერთობები დაძაბონ, ხო? აი თვითონ უკრაინასაც იყედებენ საქართველოს წინააღმდეგ იქ და ამას აკეთებენ თვითონ ქართველები აკეთებენ. იქაური ქართველები აკეთებენ. რა თქმა უნდა, მტრები არიან, ეგენი არ არიან ისა რა ქვია, ქართველები რა. ეგენია საქართველოს მტრები, ჩვეულებრივი მტრები. იქ ხო ხედავ მე სულ ფიქრობ ხოლმე აი მარტივად არ გვინდა რა ეს რაღაცა ბლა 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 და ისა რა ქვია პოლიტიკოსობა და სამხედრო რაღაცებს შენ ხო შენი თვალით ხედავ რა დაემართა ამ ქვეყანას რა ხო ხედავ ბოლო იმ ეკლესიები აგერ ვნახეთ ქალაქები აგერ ვნახეთ მოსახლეობა აგერ ვნახეთ ეხლა მიდის რაზე ლაპარაკი იცი რომ ჩვენ ამდენი ფული რომ მოგეცითო ტრამპი იძახის ეხლა წიაღისეულზე იქ რაღაცა საბადოები უნდა წავიღოთო მაგრამ უყურე ეხლა რუსებს დაუწყო ლაპარაკი რა ტრამპმა ამგეს კი ამიტომ დაუწყო რუსებს ლაპარაკი რომ რუსები აკონტროლებენ 70%-ს ეხლა იმ წიაღისეულს არც გაჩერდებიან ასივეს გააკონტროლებენ მაგრამ უკვე ამოვარდა ეს უკრაინა და ორი დიდი სახელმწიფო ლაპარაკობს რაზე რომ გარანტიები მომეციო რომ მეო რაღაცა იქო რაღაცა ცოტა ფულს ამოვიღებ რაც დანახარჯი მაქვს რუსებს ელაპარაკება ამერიკა ელაპარაკება პუტინს რომ რაღაცა გარანტიები რომ აი ბევრი ფული დავხარჯებ ეხლა ეს შემთხვევითი არ არის ბატონო რამას ეხლა თავიდან რომ სანამ ტრამპი მოვიდოდა ხელისუფლებაში ის პირდაპირ აკეთებდა ღიად განცხადებებს თავის ამომრჩეველთან და არათუ მარტო თავის ამომრჩეველთან მთელ მსოფლიოს წინაშე აკეთებდა ასეთ განცხადებებს რომ მე 24 საათში დავამთავრებ უკრაინაში ომს ეს ხო ყველას კარგად გვახსოვს. ამის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში და გახდა პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების და შექმნა კომისია, რომელიც კომისიას იმუშავებს და შექმნის რაღაც დოკუმენტს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ესე იგი მოგვარდეს უკრაინის კონფლიქტი. ეხლა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით შეაჩერა მუშაობა სამშვიდობო დოკუმენტთან დაკავშირებით. ეს რას ნიშნავს? და რამიზეზი დაუდო მაგას რატო შევაჩერეთ იმიტომ რომ უნდა ევროპას სხვებს აი ნატოში ვინც არის იმგეს იმან და დავეკითხოთო და ხო დაველაპარაკოთო მაგრამ როდის ეკითხებოდი არა გასაგებია მაგრამ აქ შოლცი გამოვიდა ეგრევე შოლცი და თქვა რომ უკრაინას და ნატოსთან არანაირი ურთიერთობა არასოდეს არ იქნება იმიტომ რომ ამერიკელებმა всё მოკლეს მაგაზე საუბარი რა შოლცი იძახ ჩვენ რა გვინდა მე არ მაინტერესებს სიტყვაზე ეს ამერიკა და ეს ისა რა ქვია უკრაინა რა ჩვენ რა გვინდა კონსტიტუციაში რომ მიწერია ეს ნატო უკრაინამ შესწირა მთელი მომავალი თაობა და მთელი მოსახლეობა და დაანგრია თავის ქვეყანა რომ ნატოს გულისთვის ხო და ჩვენ რა გვინდა მეთქი კუკვიმაში რომ გვიწერია და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ნატოზე ლაპარაკიც არ არის აი იგე იმიტომ რომ ნუ მაგაზე აი სასაცილოც არის რომ უკრაინას და ნატოზე ვილაპარაკოთ ჩვენზე რა ბატონო რამაზ წულუკიანი რო იყო ახლა ჩასული ევროსაბჭოს თომაზე და მე მაგალითად აი გაოცებული კი არ დავრჩი მაგრამ უბრალოდ ვიცოდი რომ ასეც იქნებოდა საქმე წულუკიანმა პირდაპირ უთხრა ევროპარლამენტარებს
ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ საერთოდ იყო საუბარი ევროკავშირში გაწერილება და გაშლებითო? ხო, ნუ ნატოზე ლაპარაკიც არა, ნატო თავიდან იყო საუბარი საერთოდ ამაზე რო ვიზახითო, რომ ისე შევაჩერეთო ისა რა ქვია გაწერილების პროცესიო. ამაზე საერთოდ იყო საუბარიო. კიდევ კარგი რომ სიმართლე თქვა ამ ადამიანმა იქ ტრიბუნებიდან ხმამაღლა და ვერცერთმა პასუხი ვერ გაცეს იქიდან რომ ესე იგი შენ რას ამბობ, ხალო ხوار გაგიჭი რას ქვია საუბარი. არა, ნუ ამან ის იქაური იქ მუშაობა. ბევრი რაღაცებიც იქაური და პიტაპირო ხო და ამიტომ ახლა ნახეთ თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიც ახლა ხო შეაჩერა სამშვიდობო ესე იგი დოკუმენტზე მუშაობის პროცესი ხო აქ სხვა რაღაცაშია საქმე რა ნატოს წევრებს უნდა დავეკითხოთ და რა ევროკავშირს უნდა რუსეთთან უნდა გაიყროს აქ არის გასარკვევი ახლა ისა ტრამპი აკვეს პუტინთან რაღაცებს და სწორედ იმ სიმდიდრეებს რამდენი იქნება მისი წილი გამიგეთ რაშია საქმე გაზზე არის ლაპარაკი იქ რაღაცაცი არის მეტალებზია საუბარი ძვირფას მეტალებზია საუბარი რომელსაც მაქსიმალურად რუსეთი აკონტროლებს აიგე დღეს თლიანად 70% აკონტროლებს რუსეთი ხო თან რუსეთი აკონტროლებს და თან ამ მასხარამ მიყიდა ამერიკელებს, მაგრამ მიწების გაყიდული ხოდია ებრაელებზე ხოდია გაყიდული ჩვენაზეებს რო უძახიან, ხო ისა შავნია და აქ არის რაზე ლაპარაკიც, აი უყურე ძალიან მარტივია რა. რო ჩაატარონ არჩევნები და ვიღაცა მოვიდეს და ეგრევე ჩაბარდეს რუსებს. აი ჩაბარდა რა. ხო მოაწერა ხელი იმას რა ქვია სამშვიდობო დოკუმენტს. ხო, всё, ჩაბარდა. ცესლის შეწყვეტას ნაგაშორი. და ჩაბარდა რა. ჩათვალე რომ რუსები რო შევლენ იქ უკრაინაში, ამერიკელები გადაგდებულები არის. ის ფული რაც ჩადო, გადმოდო, უკვე არა. ამიტომ ამერიკელები არ დაუშვებენ იმას, რომ ვიღაცა მართლა უთხრას, რომ всё რა, აღარ მინდა ეს ომი რა და მოდი ვიზმაკაცოთ რუსებთან. ისედაც ნახე რა შეასაქმე ახლა. აი დაუშვათ მოხდა და აირჩიეს ახალი ხელისუფლება უკრაინაში. ახალი პრეზიდენტი, ახალი პარლამენტი და მიეცია მას ლეგიტიმაცია, ხო? იმ რეგიონებიდან, რომელი რეგიონებში არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. ნუ ეს შესაძლებელი არის მოხდეს ეს, ხო, დაუშვათ. ხო. ეხლა დავიდა იმაზე ეს ახალი ხელისუფლება რომ რუსეთთან უნდა დავიწყოს საუბარი რომ შეწყვიტოთ ცეცხლი. ბიჭო, რუსეთს ჯერ არ აქვს განსაზღვრული ზოლი. კი. კარგი, სად უნდა გაჩერდნენ? თან გეუბნება, ჯერ მე არ დამიმთავრებია. ხო, არ დამიმთავრებია. სად უნდა გაჩერდნენ, ხო? სად არის წითელი ხაზი და სად არის ბუფერული ზონები, სადაც იქნება ძალთა დაშორიშორება და შესაბამისად ამის საფუძველზე დაიწყება მე როგორ გარკვევები. ურთიერთობის გარკვევები. ეს არ არის ჯერ ოფიციალურად დაფიქსირებული, გესმის შესაძლებელი. იმიტომ რუსეთი მიიწევს წინ და ყოველდღიურად ახალ სოფლებს და რეგიონებს და ახალ ქალაქებს იღებს ყოველდღიურად, კაცო. ხო და ეს თან იძახის ეს მასხარა, ბოროტი მასხარა, რომ აი 100,000 კაცის მობილიზაცია გააკეთეს და ეს არაპირებს არანაირ იმას. ვინ თქვა რომ აპირებდა არც არასოდეს არ უთქვიათ რუსებს. არასოდეს არ უთქვია კაცო, ის ეუნება რუსეთი ეუნება, დღესაც ეუნება პუტინი ამერიკელებსაც და ევროკავშირსაც და უკრაინელებსაც. მე თქვენ რასაც გეუნებოდით თავიდანო აი თავიდან რაც გითხარით რომ არავით არის ნატოს ჯარები უკრაინაში, უნდა სრული განიარაღება უკრაინის სამხედრო იმისი ნაწილების და სრული დეოკუპაცია რაღაცა ქვია დემილიტარიზაცია და ფაქტიურად ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ დავიწყოთ საუბარიო, გაიგე? ამას ისევე ამბობს ეს ადამიანი, გაიგე? იქ არაფერი არ შეცვლილა ამ იმაში მოთხოვნებში, ხო? ეხლა თავად ამერიკელებმაც თქვეს, ეხლა ამერიკელებიც ამბობენ რომ ეს ომი არ იქნებოდა უკრაინაშიო, რომ ესე იგი არ ყოფილიყო ნატოზე საუბარი და დათანხმებოდნენ რუსეთსო იმ წინადადებზე, რასაც პუტინი თავაზობდა. არ იქნებოდა. სწორიც არის, არ იქნებოდა. კი, მაგრამ ჩვენ სადა ვარ, ჩვენ რომ მივობათ ახლა, ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია. ხო, ეგ კი მართალია, ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში, მაგრამ ჩვენ დღეს ეხლა რა საქმე დღეს ჩვენ ვერ შევცვლით კონსტიტუციას და იმიტომ ვერ შევცვლით რომ არ ყოფნის ისა რა ქვია. გასაგებია, მაგრამ მანამდე ტვინი ხო უნდა მანამდე უნდა დაეტანებინათ ტვინი და გადარჩენილები ვართ რა. გადარჩენილები ვართ ჩვენ უკრაინის ხო, მაგრამ ეს სერიოზული ბომბა. ეს გვიდავს ბომბი რა. ეხლა რა ხდება, რა საკეთებს უკრაინის ისა ეგრეთ წოდებული და რა ვიცი, არალეგიტიმური პრეზიდენტი და პარლამენტი, ხო? უკვე 100,000-ობით ადამიანია დაღუპული უკრაინაში სამხედრო მოსამსახურეები 100,000-ობით. და არავინ აბსოლუტურად ოფიციალურ იმას არ აკეთებს ნუსხას და რაოდენობას, აგრესიულობას არ აკეთებს. ეხლა მე გეგმებით 2024 წლის ბოლოს სადღაც ერთი თვის იმას
მიღებულ მსხვერპლს უკრაინელი სამხედროებისას და ეს უკრაინის ხელისუფლება როგორც ომში დაღუპულების იმასკია გადაარეგისტრირა არამედ როგორც უგზო-უკლოდ დაკარგულები ნახეთ ფულია გადასახადი კომპენსაციები რო გადაიხავა და ამას ახლა არ ამხელს უკრაინის ხელისუფლება მე მონაცემებს გქონდა 2024 წლის დეკემბრის ბოლოს არის აი რაღაც რამოდენიმე თორკვირიანი ოპერაციაში 6287 ჯარისკაცი დაღუპული უკრაინის თელ ფრონტის ხაზი. ეხლა დავიწყებთ ოლქების და მიხედვით, შეხედე, ხო? აგერ ეს ვინიცის ოლქში არის 986 ჯარისკაცი, რომელიც გაწვეული იქნა და დაღუპული ვინიცის ოლქით. ამ ბოლოს გეუბნებით რა, ბოლოს. და თვითონობაში გეუბნებით ბოლოს, აი რაღაც ორ კვირაში, ხო? მერე ჟიტომირის ოლქში 727 ჯარისკაცი. ჩერკასის ოლქში 633 კიევის ოლქში 1185 ეს არის პოლტავის ოლქში 809 ჯარისკაცი არის კიროგრადის ოლქში 580 ჯარისკაცი ჩერნიგოვის ოლქში 632 სუმის ოლქში 735 ეს ჯარისკაცები არის უყველა გადაყვანილი უგზო-უკლოდ დაკარგულთა ასაკეთებენ ისი ტრაქტორით იმისი ყრიან მიწას და ყველას ეგრევე ეს არის მხოლოდ ამ ერთთვიან ოპერაციაში წარმოიდგინეთ თქვენ ერთთვიან ოპერაციაში რომ შენ ერთი თვეც არ არის ხო რაღაც ორ კვირაში რომ 6000 7000 ჯარისკაცი დაგეღუპება უკვე საბრძოლო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ხო აქ რაღაცია საუბარი უკვე თქვენ წარმოედგინეთ ახლა თვეობის და ამ წლების მანძილზე რომ მიდის ეს ომი რამდენი ჯარისკაცი ხარ დაღუპული და რამდენი ესე იგი ჯარისკაცი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული რომ ის ხო აი ესენი ყავთ უყველა გადაყვანილი უგზო-უკლოდ დაკარგულთა იმაში ნუსხაში და ოჯახებს კომპენსაციას არ აძლევენ აი ესეთი პრინციპით მიყვებიან ჯერ არ ვიცი ჯერ არ მომჩენილა და არ დამთავრებულა არაფერი და რო დამთავრდება უკვე და რომ მიხვდებიან თვითონ უკრაინელები აი ესეთ რაღაცა გაუკეთეს და აი ესეთი რაღაცა შეაწირეს, შეაკლეს ამდენი მოსახლეობა, მე იმდენი რამე ამოტივტივდება და გავიგებთ რომ რას ლაპარაკობ რა შეიძლება გული გაგისკდეს რა ეს ყველაფერი თავს იჩენს აი წლების შემდგომ სადღაც 2-3 წელიწადში როდესაც უკვე დაიწყებს ყველა მიმართულებით დაიწყებს მუშაობას ხო ეს საგამომძიებლო ორგანოები ამავდროულად შეიქმნება რაღაც კომისიები შეიქმნება ხო ეს ფაქტიურად უკვე ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე იქნება ამოტივტივებული ხო და აი მაშინ იქნება რეალური სურათი ბატონო რამაზან მაშინ ჩვენ შევხედავთ და მაშინ შეხედავენ ეს ჭინკები ეს ლავა უკრაინის ჭინკები რა მოხდა და რა გაუკეთეს უკრაინას ამ ჭინკებს არ აინტერესებთ მე ვიტყვი აი პირდაპირ მტრები არიან პირდაპირ არის აი ხა ეს იოსაიდი თუ რაღაცა რო გააუქმეს და აი ჰუი და იქ გამოძიება დაიწყო თურმე საქართველოში საკმაოდ სერიოზული ფული რასა აბარა იმხელა ამ პატარა ქვეყანას იმხელა ფული მოდიოდა აქ რომ ჩვენ კიდე პირჯოს რო სწორად ვიწეთ და ქართულად რო ვლაპარაკოთ მადლობა ღმერთს რა გადარჩენილი ვარ სასწაულად მაგარი ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და უფალმა დაგვიფარა მე თქვენ დაგვიფარა თორე აი ეს ამდენი ტერი და ამდენი ჩირქიანი ძაღლიშვილი რეებს აკეთებდნენ დაწყებული ჩვენი ისტორიის გაყალბებიდან დამთავრებული განათლების სისტემით აი ყველაფერი რა ისე იმუშავეს ამ ბოლო 30 წელი რა რომ მე არ ვიცი რა მივიღეთ ის რაც გვაქვს მაგრამ რას ლაპარაკობ ჩვენ ახლა მე ხედავ მარტო ეს ჯენზი თაობა ქუჩაში რო დგას ეგ ხო არ არის კაცო ხედავ ახალგაზრდა ბიჭებს ვაშკაცებს და ქართულად მოაზროვნე და ქართულად პირჯვარსაც სწორად იწერენ და აცურათაც გადაგვარჩინა ჩვენ უმრავლესობაში ვარ ჩვენ ბატონო რამასუ არა ჩვენ უმრავლესობაში ყოფილიყავით ხო შევჭამდნენ გადახლაპავდნენ მაგრამ ჩვენ გადაგვარჩინა სწორედ იმ მტკიცე დგომამ და იმ მტკიცე ესე იგი სულისკვეთებამ და იმ ქართულმა გენეტიკურმა კოდმა რომელიც თვითონ ჩვენგანში არის ამან გადაგვარჩინა ჩვენ 20 წლის წინ ამ თემებზე რაღაცეებზე რასაც დღეს არის საუბარი ფილმეს რო თქვა გავსკდებოდი სიცი სწორად გამიგე რა
აი რაღაცა LGBT რაღაცა ისა რომელი გენდერი რამდენი გენდერი იცი და ჯერა ჩამოყალიბებულა ტიპი რა იგი რამდენი გენდერი არსებობს და თვითონ რომელს მიეკუთვნება იმაშიც არ ჩამოყალიბება ეს სისულელე ეს სისულელე სიშტერე რა ეს მარტო სიშტერე კი არ არის იმდენად დაადებილეს ეს გამოათაყვანეს ეს ხალხი რომ ვიღაცებმა მართლა აყვა ამ ეხლა რა გაკეთება სწორია თქვენ ისეთ ტკივილ თემას შეეხეთ ახლა ეს USAID ეხლა ეს USAID მოდებული იყო მთელ სოფლიოში დაკავებული იყო მხოლოდ იმ ამ სიბინძურეების კეთებით ეხლა მე თვალყურს ვადევნებ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს როგორც სამხედრო სპეციალისტი და მინდა რომ მე რეალურად ვიცოდე რომ რა ხდება უკრაინაში და ასევე შენს და ყველა იმ ადამიანებმა რომ რაღაცას სტომილება არ რაღაცაში არ შევს პირდაპირ მაგალითი მიდევს ხო რაღაცაში სადაც კი ეხლა რუსეთის ჯარების ქვედანაყოფები შევიდნენ ამ ოლქებში და სოფლებში და იმაში რაიონებში ხო ყველგან USAID-ის ოფისები ნახეს. ყველგან. რა თქმა უნდა. ყველგან აბსოლუტურად. რომლებიც თავიდან ბოლომდე მუშაობდნენ აი ამ უკრაინელი ხალხის ტვინის გამორეცხვაზე. ბატონო. და მარტო გამორეცხვაზე არა. ლაბორატორიები აქვს, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ. ლუგარის ლაბორატორიები. ხო. ლუგარი, მე ვიცი, ლუგარის ლაბორატორიის ფილიალები, რომლებიც რუსებმა აიღეს და აღმოაჩინეს იქ დოკუმენტაციები, ნახეს ესა ჟურნალები, აღრიცხვენები ჟურნალები, სადაც ეს ჟურნალში არის მითითებული რამდენი კონტეინერი გადატანილი აი ამ ლაბორატორიიდან თბილისში ლუგარის ლაბორატორიაში. ეს ჩანაწერი აღმოაჩინეს, კაცო. ეს მითაში. ასე იგი მთელი ეს უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს და თავი თელ დასავლეთს ჰქონდათ გაკეთებული ლაბორატორიებად და აი სამხედრო ბიოლოგიური იარაღების შესაქმნელად რუსეთის წინააღმდეგ. და ამავდროულად იგივე უნდათ საქართველოში გაეკეთებიათ. იგივე უნდათ გაეკეთებიათ ბელორუსიაში. მაგრამ ბელორუსიაში ბატკა დადგა. ეს არის მართლა აი გმირი არის ბელორუსიის გმირი. მაგარი კაცი ყავს ძალიან. ვინც შემეწინააღმდეგება აგერ ჩავიდეთ ბელორუსიაში. მაღაზიაში გინდა სოფელში სადაც გინდა რა. კი ბატონო. და მე ჩავიდეთ სადაც გინდა იმ ქვეყანაში დასავლურში რა. ეხლა გამოდიან და აი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მიმართებაში აი ეს არისო ლამპრობელი ეს არისო ოკუპანტიო. ბიჭო ის კაცი გეუბნება რას იცი? შენ ჩემთან ნუ მოდიხარ. მტრულად ნუ მოდიხარ ამას გეუბნება ხო? ნატო ისა საბჭოთა დაიშალა დათქმა იყო იმისა რომ ნატო არ გაფართოვდებოდა არც ერთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ეს დათქმა ხო იყო ამათმა ხომ დაარღვიეს ეს ამათმა დაიწყეს ნატოს გაფართოვება და მიახლოება რუსეთის საზღვრებთან ხო ეს კაცი კიდევ გეუნებოდა გაფრთხილებდა დამანებეთ თავიო მე გეტყვიეთ რაღაცას რა რუსეთის პრეზიდენტი არის რუსებისთვის იდეალური პრეზიდენტი. თავის ქვეყნის ინტერესებს იცავს. თავის ხალხს პატრონობს. შენ ხა აქედან რომ იძახი რომ ეგ ცუდია რა შენთვის კი არ არის. ის არის რუსეთის პრეზიდენტი საქართველოსთვის კი არ არის. შენ რომ შენი ქვეყანა გინდოდეს რომ კარგად იყოს ერთ მეზობელი ყავს ეს შენი მეზობელია. იმ რუსეთის პრეზიდენტსაც უნდა ელაპარაკო და რუსეთის ჯარსაც და სულ ყველას. მარტო იქ კი არა თურქეთსაც უნდა ელაპარაკო აქ არის და შენ გარშემო ყველას უნდა იქ ამერიკელების დავალებებს რო ასრულებ რომ აქ რაღაცა იქ შეუჩხიკინო ხო აუცილებლად რომ მოგიტრიალდეს არა შენ აქ დამცველიც არავინ არ აკავს ისევე როგორც ამხელა 50 მილიონიანი ქვეყანა ისე გაწირეს როგორც არაფერი ხო ხედავ ისე გაწირეს ხელებიც დაიბანეს არავინ აღარ ლაპარაკობს იმ რაღაცეებზე სლავა უკრაინე კი არა ეხა უკვე მიდის პირდაპირ უკვე ღია ლაპარაკი მიდის რომ უკრაინელებზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი ამერიკელებთან თაჟე ევროპელებზეც არ არის ლაპარაკი ამერიკელებმა უნდა დაელაპარაკონ რუსებს რომ როგორმე გაიყონ ისა ამ ფული უნდა აიღოს რაც ჩადებული აქვს რომ გარანტია მიცეს პუტინმა რომ ხო აბა ყველა ხარ დახარჯეს ამდენი ფული რაცო ან რაღაცა უნდა გაიყონ იქ ტერიტორიები რაღაცა უნდა და მიდის ვაჭრობა მიდის ამ დროს გენოციდი მოუწყეს ქვეყანას და დაანგრიეს უმდიდრესი და უმაგრესი ქვეყანა რა. მე ასამობთ ეხლა მე 6 წელი მე მოღვაწეობდი უკრაინაში 6 წელი გენშტაბში და გენერალური შტაბის აკადემიაში და იმაში კუჩმას დროს. უკრაინა იყო იდეალური ქვეყანა იყო. ძალიან მაგარი. როგორი ქვეყანა იცი? არ ჩამორჩებოდა რა ახლა მენდელეევის მთელი ტაბულა აქვს. არ ჩამორჩებოდა ახლა სხვა აღმოსავლეთ ქვეყნებს და ყველაფერი იყო. ცხოვრება ნორმალური იყო. ეხლა არის ყველაზე უკანასკნელი ქვეყანა.
დაანგრიეს, ყველაფერი დაანგრიეს. ყველაფერი რას კი სადაც კი ესე იგი სადმე რამეს გაფუჭება შეიძლებოდა ყველგან გააფუჭეს ამერიკელებმა აბსოლუტურად. და ეს უნდა იცოდეს უკრაინელმა ხალხმა. აქ რუსეთის ფედერაციის ქვედანაყოფებმა მე რასაც ვხედავ უკვე, ხო? რასაც უყურებ. ეხლა მე ვნახე, საშინელი კადრები ნახე, კაცო. შევიდნენ ერთ-ერთ იმაში, ეხლა დასახლებულ პუნქტში და სახლი, ეს სახლები დომიკები რო არის, ხო, ეს სახლები. ერთ სახლს მიადგენ რუსი ჯარისკაცები და ეგრეთ წოდებული რასტიაშკები იყო გაკეთებული ამ კარებებზე და იმაზე. პირდაპირ კადრი ნახე რა. ნუ ეხლა განაღმეს ეს ყველაფერი და რა ნახე იქიდან. ბავშვები, ბიჭო. პატარა ბავშვები ამ ოთახებში შეყრილი და დანაღმული, გასმის ასია, დანაღმული თელი ეს სახლი, გასმის ასია საქმე. ეს გააკეთა იმ ფაშისტებმა, იმ უკრაინელებმა, გასმის. თავისიანებსაც აღარ. თავისიანებს იმ ბავშვებს მიატოვეს იქ, ის უკრაინელი ბავშვები, ჩატოვეს იქ და ეგეც არ აღმარეს, დანაღმეს, დანაღმულ სახლში გამოკეტეს ეს ბავშვები, რომ თუ ვინმე გააკეთა ეს რუსი ჯარისკაცი იმ კარებს, ხო, თელი სახლი აეწეოდა ჰაერში, გასმის და ეს ბავშვებიც ხო ჩაყვებოდნენ, გაიგე? ხო მე რომ კადრი ეჩვენებინათ რომ აი რუსებმა მაგრამ კიდევ კარგი რომ ესე იგი ამათმა ახლა სპეციალისტები არიან პროფესიონალები არიან ამ შემთხვევაში როდესაც შენ ახლა ამა თუ იმ ტიპის რაღაც მიმართულებებს ათავისუფლებ და სოფლებს ღებულობ ხო პირველ რიგში უნდა სწორედ ამ მიმართულებით იმუშაო და განაღმა და გაწმენდა თვითონ ამ იმისი გზების და დასახლებული პუნქტების და იქ რომ მიადგენდა ნახეს რომ ეს მთლიანი სახლი იყო და ნაღმული ხო და დაიწყეს ამის გაწმენდა და კარები როგორც გაიღო ბიჭო და ეს პატარა ბავშვი რო რაღაცა კარებთან ასე სასწაული თვალებით უჭუჭყიანესი შიერი და გამოყვენ ბიჭო ეს პატარა ბავშვები ასე თან უკან საშინელი აი ესეთი კადრი მე არ მინახია ჯერ ამას ფაშისტებიც არ აკეთებდნენ კაცო ფაშისტებიც არ აკეთებდნენ რას აკეთებს შენ ხალხი რა მოსახლეობას უკეთებს შენ ხო თავის ხალხი გააწირეს თავის ხალხი არ დაინდვეს ახლა მაგეთმა და მე ვნახე ეგეთი რაღაცა რა მეც და შენც ციხეში ვართ ნამყოფი სააკაშვილის დროს და იქაურ სადისტები ვინც იყვნენ ვიღაცები რო უყურებდი ყველა არის გამკეთებელი მასეთი კი ბატონო რომელიც ამგენმა არ დასაჯეს პირიქით დააწინაურეს კიდეც ჩვენ თუ არ იქნება სამართალი ის თუ არ დაისაჯა რაც მოვიდნენ ესენი და წავიდნენ და ეს მტკიცებულებები რო გაანადგურეს ხო ამერიკელების პირდაპირ ბრძანება შეასრულეს საჯაროდ გაანადგურეს მტკიცებულებები ის მტკიცებულებები იყო ზუსტად ის ლაბორატორიას რო ვეძახით ჩვენ ხო დიახ აი ეს ბინძური ბრძანებების შესრულების და იმისი ლაბორატორია რასაც აკეთებდნენ რა რასაც აკეთებდნენ პირდაპირ იყო ბრძანება ხო რასაც იქ იმაში რა ქვია სამეგრელოს ტყეებში აკეთებს სულ ყველგან რა ბუნკერები ქონდათ კაცო აკეთებული ბუნკერები ეს ხო ჩვენს ვერ მოიფიქრებდა მასეთ რაღაცას და ვერც განახორციელებდა ქართველი კაცი ხო ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული და შექმნილი ეს ისა მთლიანობაში ეს მთელი სისტემა უბინძურესი ხალხი შეაგროვეს ის ამაზე ხელის მომწერი იყო და გააკეთებინეს ამგვარად კიდე დაიტოვეს ესე რა იგე დაიტოვოს ამ ბიზნესში გაუშვეს ან რაღაცაში არა ზოგი იქ და ხო ნუ არ მესმის რა ეს აი ეს მართლა არ მესმის ეს არის ნაღმი სადაფეთქდება კიდე ხვალე ღმერთმა უწყის რა ისე მართალი ბრძანდები თქვენ ბატონო რა ესენი ეხლა აი შენაც თქვენ რაც ბრძანეთ ტრისტან ბატონოს ბავშვები ვინც აი ესეთ მდგომარეობაში ჩააგდო ხო ის ხო ვიღაცა ხვალე რო აპატი ხო უარეს გააკეთა აბარასიზმს იმას ეს აქ ისუდებს ტვინში უკვე ის აქ იმ იდეოლოგიით და იმ ფსიქიკი ცხოვრობს უკვე ის ბანდერას მიმდევრები ვინც იყვნენ სულ ყველეგეთები არიან მეორე მსოფლიო ომის მერე რო შეიფარეს კანადამ ამერიკამ ვიღაცამ დღესაც ხო ჩანს რომ ეგენი არიან შვილიშვილები ესენ სულ ყველა მათი უსაზისხრესი სულ ყველა ვინც ეხლა უკრაინაში ეს ფაშისტური დაჯგუფებები არის ამ ესე იგი ასეთ მსგავსი ტიპის იმას ატარებენ ადამიანებს წინააღმდეგ ოპერაციებს ხო სულ ყველა არის მათი შვილიშვილები აბსოლუტურად და იმ ევროკავშირშიც პარლამენტარები რომ არიან და ის კანცლერი და ის ბერბოკი და ესენი სულ ყველა ფაშისტების შვილიშვილები არიან მათი შთამომავლები არიან სულ ყველა ესენი ხო და ნუ ხო ამიტომ ლიბერალები არიან ხო ლიბერალები პირდაპირ ფაშისტები არიან ფაშისტური იდეოლოგია მისი ბაბუები იყვნენ სწორედ რომელი ბაბუების ვებზოდეთ ჩვენ ბაბუებს
ჩვენ ბაბუებს წინააღმდეგ იბრძოდნენ. კი, მაგრამ ჩვენმა ბაბუებმა დროშა დაარჭეს იქ. და კიდევ მე ახლა ჩვენ დავარჭოთ იმ დროშას იქ. ჩვენ დავარჭოთ იმ დროშას იქ, დავარჭოთ. კი, იქნება ეს და ასეც იქნება. ვიღაცა ეს ნაძირალა კიდე გამოდის და რაღაცას აქ ისტორიას მიცვლის იქ ამერიკელებმა მოიგეს. ვითომ ამერიკელებმა მოიგეს? ამერიკელებმა მოიგეს. მეორე ეს ლიბერალების იდეოლოგია არის. ეს იდეოლოგია. ლიბერალების ნარატივია რა. ეს არის ძაღლიშვილობა. იმიტომ რომ ყველა ოჯახს ყავს ვიღაცა ეს პაპა გარდაცვლილი იქ და ორი ბაბუა ჩემი ბრძოლობდა და დაიღუპა. მაგას როგორ იზახი რა, აი ვერ ვიგებ რა. აი ამგორ არ უნდა გიყვარდეს შენიანი. ყველაფერს თავი დავანებოთ, ახლა ჩემი ბაბუების ისტორია არ მეცოდინება, კაცო, როდის გაიწვიეს და როდის დაამთავრდეს ომი და როდის დაიღუპენ და ეს კაცო. წაუშალეს რა, ის რა. ვერ წაშლიეთ მაგას. ვერაფერს შემთხვევაში საუკუნეები რო გავიდეს, კიდევ ვერ წაიშლებ ეს, იმიტომ რომ ჩვენ შვილებს ვავსწავლით ამას. აბა იცი, ჩვენმა შვილებმა რომ ჩვენი ბაბუები ასე აკეთებდნენ და აიგე და ჩვენი შვილები თავის შვილებს ასწავლიან და ასე იქნება. მე ჩემ შვილიშვილს დღეს ვასწავლი იმას და ვეუბნები თუ რა არის ფაშიზმი და რა არის ისა რა ქვია კარგი ცხოვრება, აიგე. აბა რა ასია შენს და ასე ვარ ჩვენ უმრავლესობა საქართველოში დღეს. უმრავლესობა ასე. ვერ მოგვიგეს. რამდენი ფული და როგორია მაგათი კისები და დავამტრიღოთ თუ ყველას. რამდენი ფული დახარჯეს და ვერაფერი. მაინც არაფერი არ გამოვუათ. 10 უსაიდი რო შექმნან, აიგე. მარტო ამ ქვეყანაში შენ წარმოედგინებათ, ნუ რამას ეხლა მე რო ხედავ გესმის საშიერ საქმე, რამდენი მილიარდია დახარჯული ამ ქვეყანაში იმისათვის რომ ჩვენთვის კისრები დაემტრიათ. ხო, რამდენი მილიარდია პირიქით შემოუბრუნდათ, აი ჩვენ დავამტრიეთ შიშველი ხელებით უფულო ხალხმა, ჩვენ დავამტრიეთ კისრები მაგათ. აბა აი სულ ის გატრენინგებული ვიღაცა ბლა 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 რაღაცას გელაპარაკება და ბოლოს რო მივა საქმეზე ეთქვა წადი შენი რა და შემოარტყო და ეგ არის რა წადი რა ვიცი შეხوار გაგის ახლა თუნდაც ახლა ავიღოთ კაცო აგე რა ახლა ესენი რაღაცა 100-150 კაცი დარჩა რა ჩამოვივლიან ასე ჭინკებივით რუსთაველზე ხო აბა თავის ეძახიან ხან იმას ვაკელების მარშიო ხან იმის მარშიო ამის მარშიო აგერ ეს პრეზიდენტი ყავთ კიდო ეს რა ქვია მუდმივი პრეზიდენტი ყავთ ეს სალომე ზურაბიშვილი მუდმივი ავათარიენ კაცო აი მეორე იქახავ მეორე გერყავთ გამომტრეული გამოკეტილი აი ეს მიშა სვინახრეტილი შერეკილი ეხლა ნახე რა კადრი დავაფიქსირი ახლა მე იცი მიშა რო შემშილობდა ეს სულელი ხო კი არ შემშილობდა კუჭის ოპერაცია გაიგეთა და просто გადიოდა ახლა იმას რეაბილიტაციას გადიოდა და დელანელა დგებოდა კალაპოტში ხო ხო არიქა შემშილობს და კოდება არიქა მოწამლეს არიქა კუჭი აეშალა არიქა ის და მოგლეთ და მე ასე აწევინეს ისა მაიკა აწევინეს ესე და აი ნახე როგორი გამხთარი და ნეკნები მოვჩანს ნეკნები დედა რა და აწევინეს ეს ხალები და ეს ვიშიშტები და ეს ეხლა გუში დაიდო ეს ჟურნალისტი რო არის ეს ხალი ახლა კი ვენცევია აიგე ხო ეს რა გვარია ეს ხალი ბათუმე ზია ვიღაც იმ ზიასაც ასე აწეული ასე ბაიკა და ისა მეკნები უჩავს ვითომ და დედა ეგეც ხება გესმის აი მაგათი ხედვები და მაგათი ესე იგი ნარატივი და მაგათი ქცევები და წესები აი ამ ცხოვრების რა ვერ მოგვერევიან აი ესეთი ავამტყოფები არიან ადამიანებს რომელსაც არ გააჩნია წვენა არ გააჩნია შინაგანი წვენა არ გააჩნია ადამიანმა რომელმაც არ იცის რა არის მისი სამშობლო მისი ქვეყანა და მისი ოჯახი და მისი სიწმინდეები ხო და ადამიანმა რომელმაც არ იცის ვინ იყო მისი წინაპარი და მის იგნორირებას უკეთებს ის ვერასდროს ცხოვრებაში გამართული ვერ ივლის ვერც გამართული ვერ ივლის და არც მომავალი არ აქვს მომავალი ამათ არცეთ არ აქვს მომავალი ესენი არიან უსამშობლო და მომავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები ისი რა არის ეს ვიღაცას კიდე ვისაც გადაუხდი და ამდენი 30 წელია უხდიან ამ ხელფასებს და რამე კარგი ის ნუ მტერი არის და გასაგებია რომ შპიონია ჩვეულებრივი იმით დაავადებას მაგრამ აი ვიღაცა რომ გამოათაყვანეს ამ თავისი პროპაგანდით და რაღაცით და წავიდა და ეს ვიღაცა საცოდავი და ბეჭავი და ბიჭო წავიდა და უკანალი მიცა რა რომ ამ ელიტაში მოხვედრილი ხო მოდა ტაქსი ესე მოდა ხო და უკანალი მიცა მე ახლა მივხვდავთ კივა კაცო თან და არ მოწონს და თან ეგლა ტრამპი მოვიდა და всё აღარ დამთავრდა მაგათ უკანალი ეგლა რა ქნას ეგლა ფიქრობს ეგლა
და გაბოლოტებული ეხლა დარბის ქუჩაში ხალიმის მარშის ხალამის მარშზე ბიჭო ეხლა ნახე რა ხდება კაცო აი ჩამოუყალიბებელია რომელ გენდერშია რომელი მასია როდის იყო ჩამოყალიბებულები საერთოდ როდის იყო ჩამოყალიბებული ცხოვრება მაგრამ საქმე რა შეეცი გასაგებია ნუ ეხლა ეგ კონტინგენტი რომელიც თქვენ თვით მაგრამ ეს ბავშვები რომელი ბავშვები ჩაეთიეს ამ სიბინძურეებში ხო წლები იმუშავეს ამ ბავშვებზე განათლების სისტემა რომელმა განათლების სისტემას არის მართლაც აი სარზე უნდა წამოაგო განათლების სისტემა იმიტომ რომ სულ ყველა ვაფშე ყარაულიდან დაწყება ყველა იმიტომ რომ ეს რაც ახლა ტვინი მოეწამნა ამ ბავშვებს რასაც ეს ბავშვები ჩადიან სულ მაგათი ბრალი არის მესენი სულ ყველა სასამართლოს გამზეოდა დასვა ეხლა ისა რა ქვია მე მეგონა თუ რაღაც ზომები იქნებოდა მიღებული და დღემდე ესე იგი რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობას დააკისრებდნენ ამ სულელი რო არის გორდელაზე ის რა ქვია ყაბალახიანი გორდელაზე რო არის და აფხაზავა კიდო ეს პიდარასი როა ლადო აფხაზავა ხო ეხლა დღეს გამოვიდა განცხადება გააკეთა მე 5000 ლარი დამაჯარიმესო ეს აფხაზავა ამბობს ლადო აფხაზავა და მე სამ სკოლაში მუშაობო გაიგე სამ სკოლაში მუშაობო გესმის სამ სკოლას უწამლავს ტვინს ეს აფხაზავა ამის შეშვება ამ მასხარა ეს აფხაზავა ეს გორდელაძე ხო და მე სამ სკოლაში მუშაობ და ამ დოფულს როგორ მოუყრი თავსო გაიგე ჯერ ერთი მეგეუნები თქვენ ბატონებო განათლების სისტემის და განათლების მინისტრო და ქართული ოცნება ეს კაცი თუ დღეს ყავდათ კიდო თქვენ განათლების სისტემაში მე არ მეგონა როგორ შეიძლება ლადო აფხაზავასი და იმ გორდელაძე რო არის სულელის და სხვა დანარჩენი კიდო იმ სექტანტური პედაგოგების სკოლებში გაჩერება კაცი სამ სკოლაში მუშაობს ბიჭო სამ სკოლაში აწამლებენ ბავშვებს გაიგე გაათავისუფლეთ სასწრაფო და გამოღარეთ იქიდან ეგეთი და პასუხი აგებიეთ მათ და გაასამართლეთ მოვიკითხავ განათლების მინისტრს იქ თელ მე არ მეგონა კაცო მე მეგონა თუ ესენი გაყრილი იქნებოდნენ სკოლებიდან გაიგე გაყრილი კი არა თვითონ ამბობს სამ სკოლაში მუშაობ ბატონო რა გაყრილი კაცო პირიქით ბატონო რამას ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა იყო და საინტერესო სტუმარი ვანდებით და ცოტა ემოციურიც იყო მაგრამ ბიჭო იქ ისეთი ცხოვრება არის და ისეთი იმის წიმაში ვართ რა ქვია გარემოცვაში ვართ ხო ემოციების გარეშე ხო ვერ გაუკეთებ ანალიზს იმ შექმნილ სიტუაციას რა მდგომარეობას დღეს ჩვენ ქვეყანაში არის ხო და მე იმედი მაქვს რომ ქართულ ოცნება სამართლიანობის აღდგენას რომ დაიწყებთ ხო სამართლიანობის აღდგენას დაიწყებთ დასჯას დაიწყებთ იმ აგენტი და იმ მტერი პედაგოგებისას რომელმაც ამ დონეზე მიიყვანეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა ის შვილებია ჩვენი სულ ყველა მომავალია ჩვენი ქვეყნის ის უყველა ამიტომ მიხედეთ ამას ყველაფერს ჩვენ დავიწყებთ მალე კი ბატონო ჩვენ მივხედავთ ჩვენ კიდევ ვიმეორებ და ყველა გადაცემაში განმეორდები ჩვენ თვალყურს ვადენებთ კომისიის მუშაობას როგორც კი დაიწყეს მუშაობას კომისია როგორც კი რაღაც გარკვეული ესე იგი მათ გადახრები იქნება და რაღაცაზე თვალსაყუჭავენ იცოდეთ იფეთქებს საქართველოს მოსახლეობა იფეთქებს ისე იფეთქებს აი ესე მწარეთ იფეთქებს ხო დაგავიწყდებათ ეს დაგავიწყდებათ იმიტომ რომ ეს უსამართლო ქმედებები და ჩვენ სამართლიანად ვიფეთქებთ ამიტომ დღესდღეობით ჯერ ისევ ვიმშვიდობთ ჩვენ თავს და წყანათა ვართ იმიტომ რომ იმედი გვაქვს რომ თქვენ აღადგენთ ამ ქვეყანაში სამართლიანობას და თქვენ დაჟით ყველა იმ ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს რომლებიც ამ დონეზე მიიყვანს ეს ქვეყანა დიდი მადლობა რომ გიყურებთ კარგად ვადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე კარგად